მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი კითხვა და ბრუნდება თუ არა თქვენი პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში. ეს რაღაც ძალიან აქტუალური გახდა ეს თემა, მაგრამ ვნახოთ ახლა ზოგს შეიძლება უბრალოდ აინტერესებს, რომ საერთოდ როგორ იქნება, რა პერსპექტივა იქნება და საერთოდ ჯობია თუ არა, საერთოდ შემოუშვა რომ დაბრუნდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კონსულტაციები მქონდა ახლა ამ თემაზე და ვიფიქრე რომ ალბათ ეს აქტუალური ახლა ეს თემა და ამიტომ გადავწყვიტე რომ გავაკეთო საჯაროდაც ეს გაშლა. კიდე მინდა გაგაფრთხილოთ ეგრევე რომ ვისაც უყვარს მოკლე გაშლები და შეიძლება TikTok-ზე არ უყურებთ სიტყვაზე, ხო, იმიტომ რომ იქ ვაკეთებ მოკლე გაშლებს, კიდე YouTube-ზე თქვენთვის იქნება სულ მალე სხვა კიდე არხი, სადაც იქნება მხოლოდ მოკლე ისტორიები. კარგით, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს გრძელი ისტორიები. დღესაც მოგიმზადეთ ძალიან ბევრი კითხვები. და პირველი, ეხლა მე მინდა ვნახო რა ხდება ეხლა თქვენთან, რა ხდება, ვისთვის არის ეს გაშლა და მე უკვე კითხვები როგორც ყოველთვის მომზადებული მაქვს და ვკითხოთ ტაროს. ეხლა რა ხდება, ვისთვის იქნება თქვენ შორის რა ხდება? თქვენ შორის რა ხდება ეხლა? ჩემო სიხარულებო, აქ რა ხდება და შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცა მოხდა აქ სხვათა შორის რაღაცა სიტუაციათან ძალიან მალე მოხდა. აქ მანძილი შეიძლება იყოს სხვათა შორის, შეიძლება მიმოწერაში უცბად მოგივიდეთ რაღაც, ძალიან როგორ გითხრათ, სულელური რაღაცა, უაზრო შეიძლება კამათი გქონდეთ რა. იმიტომ რომ სულელი ნულის არკანი და აქ ისეთი არკანი აქ ბავშვიც ახათ, ბავშვივით შეიძლება მოიქცა ადამიანმა ბავშვურად თქვათ, არის ზოგჯერ ახლა რომ ირთობა ჩვენი პატარა ბავშვი და რაღაცა წყენა, მეწყინა ხო, ბავშვმა რომ დიდი ადამიანებს ახლა არ წყინთ არაფერი, იმიტომ ისინი აანალიზებენ რა. მაგრამ აქ უბრალოდ უცბად რაღაცა მოხდა ესეთი თქვათ, შეიძლება საუბარი მეწყინა და ამეც არ ვიცი რატო მეწყინა და ამ დროს სიტუაციას გაჩერდა და ეხლა შეიძლება თქვენ ნერვიულობთ, თქვენი პარტნიორი შეიძლება ნერვიულობს მაგაზე და ფიქრობს, რა გავაკეთე, ხო? ის სიტუაცია შეიძლება სტაბილური ურთიერთობაც გქონდათ დაუშვათ, მაგრამ მოხდა ასე აქ ხო გეუბნებით, უცბად შეიძლება სწორ ადგილზე მოხდა ესეთი გაუგებრობა თქვენს შორის რა, შეიძლება ან შეტყობინება მიიღეთ ისეთი რომ ვერ გაიგეთ ვაფშე, ან შეიძლება რაღაცა ბავშვური ქცევა, ან შეიძლება ისე, რაღაც მიხვდებოდეთ ხო, რომ კი ბატონო რა. აქ უბრალოდ თითქოს მზე ჩავიდა. აქ იცით როგორი თემა არის? და პლუს კიდე ურთიერთობა სხვათა შორის აქ იყო აქ უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ენატრებით თქვენს პარტნიორს, ძალიან უზომოდ, იმის მიუხედავად, რომ ხასიათი აქ ძალიან რთული ამ ადამიანს და არ უნდა რომ აჩვენოს სინამდვილეში რას გრძნობს, მაგრამ ჩვენ ახლა გავიგებთ ყველაფერს და შინაგანი ბრძოლა უკვე მიდის, იმიტომ რომ აქ მართლა ძალიან ისეთი სიყვარული შეიძლება აქვს თქვენს პარტნიორს, რომ ეგრევე ხმალების მეფე გამოდის რა, რომელიც მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება მასეთი დამოკიდებულება ან ასეთი გრძნობები ამ ადამიანს არასოდეს არ ქონდა, იმიტომ რომ აქ ახლა იუსტიციის არკანიც არის, ეს არის და შეიძლება თulis რომ უსამართლოდ მოიქცა თვითონ და ხო, სულელურად წასვლა არის, გეუბნებით რა. იმიტომ რომ აქ რაღაცა უცბად ეგო მოიგო, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. და ეხლა არის სიტუაცია რთული, ერთმანეთი თქვენ, გინდათ თქვათ, არ ყოფნის რაღაც, როცა დაკარგე და ეხლა გენატრება. მოდით ასე მოკლედ რო ვთქვათ, ხო? სიგნიფიკაცია თუ იცანით, თუ თქვენია, ეს აქედან თუნდაც ცოტა რეზონირდებათ, მოვისმინოთ, ხო? და რას გვეტყვით ახლა ჩვენ? ვნახოთ ეხლა რას ფიქრობს თქვენზე ეს ადამიანი, ასე სიღრმისეულად რა ვკითხოთ ჩვენ, ხო?
ვკითხოთ რა ნამდვილი გრძნობები აქვს თქვენს მიმართ, აი თუნდაც დაუშვათ, ნუ მალავს არ გაჩვენებს, ხო? აი ეს ვკითხოთ. როგორც ყოველთვის აი ეს სუფის ტარო ძალიან რაღაც ამიტაცა ამ ბოლო დროს. ვნახოთ ახლა აქვს თუ არა მას შინაგანი სურვილი საერთოდ რომ დაბრუნდეს თქვენთან. რა შეიძლება იყოს მისთვის ბიძგი? აი თქვათ, რომ დაბრუნდეს რა. დაბრუნდეს. რა აჩერებს მას ახლა მოქმედებისგან ამ მომენტში? ესეც ვკითხოთ. ისიც ვკითხოთ, როგორ ხედავს ეს, რა შესაძლებლობებს ხედავს, აი როგორ შეიძლება თქვენი ურთიერთობა განვითარდეს, თუ დაუშვათ ახლა ეს ადამიანი დაბრუნდება. კიდე აი დაბრუნდება თუ არა ეს თქვენ ცხოვრებაში უახლოს მომავალში. რა შეიძლება თქვენს ურთიერთობაში თუ დაბრუნდა? თქვენთვის რა იქნება კარგი, მიიღო თუ გაუშვა? ნუ რა თქმა უნდა რჩევათ აროს ამ სიტუაციაში, როგორ უნდა მოიქცეთ. всё, მოამზადეთ ყავა, დავიწყეთ. ჩაი, კამპოტი, ვის რა გიყვართ? ნუ აქ ნერვიულობა და ну იგი, იცი ეგ როგორი თემა არის ესეც, საერთოდ როცა ასეთი მომენტი ვერ ხდება, ჯერ მიდის აი თითქოს ესეთი თემა, რომ აი გამთავისუფლდი რა, როცა თქვა შორდებიან, ხო, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ხო გაკვეთილებს გავდივართ, ეს გაკვეთილები ზოგჯერ არის ძალიან მძიმე გაკვეთილები, ხო? და შეიძლება ესეც აი მაღალი ძალების თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ ეს თითქოს ერთგვარი განთავისუფლება იყო თქვენთვის, იმიტომ რომ ზოგისთვის შეიძლება მართლა უკვე დასრულდა ყველაფერი, ზოგისთვის შეიძლება იყო რაღაც აი შესვენება, მაგრამ ეს შესვენება როგორია, იცით, როცა თქვენ უნდა რაღაცა გაანალიზოთ, დაფიქრდეთ, ხო ხდებით? ანუ თითქოს აი აუცილებელი არის ზოგჯერ პაუზა. ხო ხდებით რა, აი ეს არის ეს მომენტი, იმიტომ ეს მაჩვენეს. რომ თავიდან შეიძლება იყო ეს ეიფორია, რა კარგია განთავისუფლდი, მაგრამ მერე უკვე მოდის ის სევდიანი რაღაც ესეთი მდგომარეობა შინაგანი რა, აი ეს მაჩვენეს ახლა შეიძლება ორივეს გაქვს, შეიძლება რომელიმეს. საჯარო ყაშლა. ნახოთ ახლა ჩვენ. აი ესე იგი რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე, ანუ სიღრმისეულად. აი რას ფიქრობს თქვენზე, ფიქრობს. თან მე შემიძლია გითხრათ, რომ მართლა ძალიან ფიქრობს, თან ბევრს ფიქრობს და მაგრამ როგორ არის იცით? აი თქვენზე რომ ვთქვა, თქვენ ძალიან ისეთი ადამიანი ხართ, ახლა აქ არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანი შეიძლება სულიერად ვითარდება ძალიან. თან პლუს კიდე თქვენ თვითონ ხართ რაღაც არაამქვეყნიერი ადამიანი. ნუ მაგრამ ამავე დროს არც მატერიალური და არც სულიერი თქვენთვის არ არის უცხო და ძალიან ისეთი აი ღრმა ადამიანი ხართ რა, სხვათა შორის აქ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი პატივისცემითაც ახლა ეს ადამიანი ფიქრობს თქვენზე რა, მაგრამ ამავე დროს ადამიანი, რომელიც ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, ხო, რაღაცა შეიძლება თქვენ შეგიძლიათ რომ აი შეცვალოთ, მაგრამ აქ არ გამოვრიცხავ, რომ როგორ ახართ, იცით, თვითქმარი ადამიანი ხართ ძალიან რა. შეიძლება აი რატომღაც მომდის სიტყვა უცნაური, რატო შეიძლება თქვენ შეგიძლიათ დაუშვათ რაღაცა ისეთი მომენტებიც გქონდეთ, რა, რომ ვერ გაიგებ, ხო? ანუ ცვალებადი შეიძლება იყოთ რა, შეიძლება უცბად თქვა, კაი ხასიათზე ხართ, მე უცბად იცვლება. ნუ აი ასე იძახეთ, რომ ასეთ ქალთან არ მოგწყინდება რა, რო იტყვა, ნუ ასეთ ადამიანთან დაუშვით ბიჭო თქვენ გადაადრიალეთ თქვენ სიტუაციაზე თუ უყურებთ ვინმე, ხო? იმიტომ რომ აი ძალიან ისეთი მომენტი არის აქ, რომ აქ ახლა კი არის ათიანი პენტაკლის, მაგრამ ისე რა ქვია ათიანი ფორტუნა, მაგრამ მაინც აქ ცოტა სხვანაირი სიღრმე აქ ამ არკანს და ამიტომ შეიძლება ვთქვა, ამიტომ რომ თქვენზე რადგან უშუალოდ ან ღრმად და მაღალი არკანი გამოვიდა, რომ აი ნამდვილად ფიქრობს, რომ აი ვერ გაიგებ.
ვერ გაუგებ ამას ეხლა რა შეიძლება მოხდეს ეხლა ეს პრინციპში სხვათა ძალიან საინტერესო როცა შენ იცი რომ ადამიანია სულ სტაბილური არის და ყველაფერი იცი რა უნდა ელოდო მისგან ნუ ცოტა უინტერესოც არის რა მაგრამ როცა ხარ შენ ისეთი ადამიანია თან ქალს მაინც ეს უნდა ახასიათებდეს რომ ცოტა იყოს ხან ცივი ხან თბილი ხო ნუ აი პრინციპში ამას ხედავს აი ყველაფერი რაც გითხარით ამას ხედავს ნუ ნახოთ ეხლა რა ნამდვილი გრძნობები აქვს ამას თქვენს მიმართ თუნდაც შეიძლება მალავდეს შეიძლება თქვენ იცით ეხლა ნამდვილ გრძნობებზე რა გითხრათ ეხლა მე თქვენ აქ სხვათა შორის მაგას ეხლა ნამდვილ გრძნობებზე რო თქვათ აქ ეხლა ადამიანი არის ძალიან არეული თვითონ აი მაგას ეხლა რო თვითონაც რო აი რომ კითხო რომ რა ვიცი აი რაც არ უნდა იყოს ხო რო კითხო აი თქვი რას გრძნობ მაგის მიმართ აი ვერ გეტყვის იმიტომ რომ აი ძალიან აფორიაქებული არის შინაგანად და წავის აი იცით როგორი თემა არის როცა შენში მიდის ბრძოლა ანუ ზოგჯერ ახლა ჩვენი გონება და ჩვენი გული ერთმანეთში ბრძოლობენ რა შეიძლება გონებით შენ ფიქრობ რომ დაუშვათ ახლა ხო მინდა დავბრუნდე მინდა ახლა გონებით არა გულით გეუბნება რომ აი მინდა დავბრუნდე მოდი ახლა გავაგრძელოთ იმიტომ რომ მიზიდავს ნერვიულობ არ მინდა მისი დაკარგვა არ მინდა იმიტომ რომ აი არც მზე מחარებს და არც მთვარე რო იტყვიან მაგრამ შეიძლება გონება გეუბნება დაფიქრდე ჭირდება ეს ყველაფერი გაიგეთ აი ეს მიდის ახლა მაგას და ამიტომ აქ უფრო გვაჩვენებენ ჩვენ ცოტა ისე ღრმად რა ნუ კიდე მაინც დავაზუსტებ ახლა გრძნობა მაჩვენეთ ნამდვილი გრძნობა აქ უფრო რას მაჩვენებენ იცით ამ ადამიანს აქ ეს მომენტები როცა აი ძალიან დიდი პატივისცემა ხარ გამორჩეული ძალიან გამორჩეული იმიტომ რომ გრძნობებზე ხა თასები არა მოდის ჯერ ხო და ანუ აი თითქოს პატივისცემა იზიდავ აი გრძნობა ну აქ არ გამოვრიცხავ რომ ეს ადამიანი ახლა თქვა შეიძლება სოციალებშიც რამენაირად გითვალთვალეს აი გრძნობას მაჩვენებს რაც გითხარით რა იმიტომ რომ აი თავნება არის ხო აკეთებს იმას რაც უნდა რომ გააკეთოს ცოტა ესეთი ეგოისტი შეიძლება იფიქროს თქვენზე რომ ანუ თუ მარტო თქვენი სილამაზით ტკბებით დაუშვათ ну აი აქ სხვათა შორის ცოტა ესეთი პოზიცია ბავშვური იცით აი მე ვარ გაბრაზებული იმიტომ რომ შეიძლება მე არ მაქვს ყურადღებას რაც მე ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. აქ სხვათა შორის ორივემა გამოაჩინეს ეგოისტობა, რო იცოდეთ, რომ მართლა არც ერთმა არ აირჩია ეს, ანუ უბრალოდ როგორი მომენტი, ორივემა აირჩიეს თავისი თავი, ორივეს აქ რაღაცა თავისი წყენები, თავისი თვირთი, რომელიცაც ატარებდნენ დროს განმავლობაში, დიდი ხნის განმავლობაში და უკვე როგორ არის იცით, რომ არც ერთმა თქვათ ერთმაც თქვა რომ აღარ მინდა ეს თვირთი, მეორემაც თქვა აღარ მინდა ეს თვირთი. მიხვდეთ? და ეხლა ამას აქვს ესეთი პოზიცია რომ პატივს კი გცემ, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, მაგრამ კი რჩეულიც ხარ, კი კარგიც ხარ და ასე შემდეგ, მაგრამ აქ არის ადამიანი, რომელიც ეხლა უფრო აი ბავშვური რაღაცა იმებში არის, აი თვითშეფასება ცოტა. ну აქ როგორი მომენტი არის კიდევაც გეუბნებით მაგას უნდა აღდგენა თქვენთან იმის მიუხედავად თქვენ მის თვალში ხართ იმპერატრიცა ყველაზე მაგარი ხარი ხართ თქვენ იმიტომ რომ აქ მე-20 არკანი მაინც აი ეს ბრძოლა მე რო გითხარით შინაგანი ბრძოლა არის ადამიანში რომ თან მეუბნება ჩემი გონება ერთს მაგრამ გული მაინც აი იცის რომ მაგარი ხართ რა ანუ მისთვის მისი ცხოვრებაში თქვენ ხართ მართლა ესეთი მაგარი ქალი რა შეიძლება თქვათ ეხლა
ну შეიძლება რა ყველა ადამიანს აყავს თავისი რაღაცა იდეალი. შეიძლება თქვენ ხართ მისი იდეალი დაუშვოთ, ხო? ან დაუშვოთ თქვენ ჯერჯერობით მის ცხოვრებაში თქვენნაირი ქალი არ შეხვედრია ამ ადამიანს. აქაც ხო გვაჩვენა ჩვენ, აი ნახეთ აქ რომ მენატრება ძალიან მივიჯაჭვი, იმიტომ რომ აქ даже არ გამოვრიცხავ მე სხვათა შორის რომ ეს არ გამოვრიცხავ, რა ზონა გამოვრიცხო, ეს 1000%-იანი არის, რომ ადამიანი მოდიან წინაცხოვრებიდან ყველა ვარიანტში. Так, შემდეგი მოდით ნახოთ ახლა ჩვენ, აქვს თუ არა მაგას აი შინაგანი სურვილი დაბრუნების. ну, ხო გეუბნებით პრინციპში, რომ გითხრათ რომ არ აქვს, ვერ ვეტყვი მაგასაც, მაგრამ იმასაც ვერ ვეტყვით, რომ ეს როგორი თემა არის, იცით? როგორ უნდა, მაგრამ აი კი მაგ ახლა გითხვა მაგისთვის, აი რა შეიძლება, რა ბიძკი შეიძლება იყოს, მაგრამ აქ როგორი მომენტი არის, იცით? ნახეთ, აი ესეც რო ვთქვა, პალმა არის, აქ სავსე არის რაღაცებით, ხო და ეს გოგო დგას და კალთან ნახეთ როგორ აქ რო აი ანუ როგორ გადაგითარგმნოთ. თუ შენ აი ეს შეიძლება даже ახ არ გამიკვირდება, რომ ელოდება რამე მართლა ბიძგს ელოდება რა, იმიტომ რომ აქ არის როგორ მე თუ გამოჩდები მიგიღებ. მიხვდეთ? სიამოვნებით მიგიღებ, სიამოვნებით. მაგრამ მაინც ცხრიანია. და თუ იმ შემთხვევაში, აი თუ შენგან რამეს მივიღებ, აქ არის პატარა ჩიტონია ზის, აი აქა. თუ შენგან რამეს, თქვათ, შეტყობინებას ან რამეს მივიღებ, კი ბატონო, რატომაც არა მიგიღებ. ანუ ელოდება რაღაცას რა, ანუ რა შეიძლება იყოს მისთვის ბიძგი? რა შეიძლება იყოს მისთვის ბიძგი, რა საინტერესო არის, აი მოდის ისე რა ქვია. იუსტიციის არკანი. რა გინდათ რამე თქვათ? რამე სიმართლე? სირის სიმართლე გინდა შენ. აწონდაწონე. რა გინდა რო თქვა ახა? რა ბიძგი? ეჭვიანობა. ეჭვიანობა. იცით როგორ ნახეთ ახლა ეს აჯარო გაშლა, ამიტომ მაინც გეტყვით მე თქვენ. თუ დაუშვათ, ეს ყველასთვის არ იქნება, მაგრამ ვიღაცისთვის არის ეს მესეჯი. თუ დაუშვათ, თქვენ უთხარით აქ უარი არ გამოყვებით ცოლად. თუ იყო ეგეთი რამე ვიღაცასთან არის ეს ინფორმაცია, ხო? შეიძლება ადამიანმა თქვა, ნუ არ გინდა და ნუ გინდა. ამ დროს ნერვიულობს ახლა ეს რომ მოხდა, მიხვდეთ, იმიტომ რომ არ უნდა სხვა არავინ მაგას, აი ქალების მეტი რა არის და ისეთი ვარო არ იქა და ახლა რიგი დამიდგება და ნუ კაროჩ ხო იცით ეს საუბრები. აი მაგ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ თქვენ რომ აი ეს ბიძგი იქნება თუ დაუშვათ თქვენ დათანხმდით. რა ვიცი, აი დაუშვოთ ეგეთი მომენტი რა. პლუს კიდე აქ რა შეიძლება იყოს. რამდენადაც არ უნდა იყოს ეს არასასიამოვნო, თუ დაუშვათ ეს ადამიანი თქვათ მოსინჯავს ვიღაცებთან აქ ურთიერთობას და მიხვდება, ნუ მე არ ვიძახე რომ აქ შეიძლება თქვათ, ნუ ლოგინამდე თუ მივიდა ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია მიიღებ თუ არა მაგ ადამიანს, ხო შეიძლება იმან იფიქროს რომ რას გაიგებ, მაგრამ ჩვენ კი აქ ავარ და კი გავიგებთ, ხო? მაგრამ ტარო იმდენი გვაქვს რომ რომელიმე მაინც გვეტყვის. მაგრამ აქ როგორი თემა არის, იცით? 10-იანი პენტაკლებისაც მოდესტოთ ამ პლუს კიდე ისეთი არის აქ 10-იანი პენტაკლებიც ძალიან ბევრ რამეს მეტყველებს. იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ მაგან გაიგო რომ ნუ ვინმესთან თქვათ შეიძლება იფლირტავა თუნდაც, ხო შეიძლება ეცადა ვინმესთან რამე. აი მაგ დროს ეს ადამიანი მიხვდება რომ თქვენზე კარგი არავინ არ არის. ან კიდე ნახეთ, აი არ ვიცი, ძალიან ღრმად შევდივარ ვიღაცის ეს არის უეჭველეს ინფორმაცია. ან შეიძლება даже რომ მოსინჯოს ახლო ურთიერთობა არ მოუნდება ბოლო მომენტში. მიხვდით? და მიხვდება მე ეგრო არა.
აი აწონ-დაწონ ზოგჯერ არის რა, საჭირო არის აი თქვათ შედარება, აი ზუსტად მომივიდა. უნდა შეადაროს, შეგადაროს თქვენ. შეიძლება საუბარში, შეიძლება თქვათ მიმოწერაშიც ხო ჩანს ეგრევე ხო? დაუშვათ აი თქვენ როგორი ხარ და ის ვიღაცა როგორია თქვათ, ხო? შეიძლება ისე თქვათ სადმე გაიცნო სიტყვაზე და იქით თქვათ ვიღაცამ გამოაჩინა მის მიმართ თქვათ ყურადღება და იქ მერე მაგან მიხვდა რომ ჯერ კი ესე ამოვნა რა თქმა უნდა, მაგრამ მერე უკვე თითქოს აი შედარება, მოდეთ რა, ძალიან ბევრი არ ველაპარაკო, შედარება. აი ეს იქნება ბიძგე. მიხვდით? უბრალოდ ყველას ექნება სხვადასხვა რა თქმა უნდა ხერხეთ, მაგრამ აი ეს შედარება იქნება მისის ბიძგე, რომ მე მიხვდი, რომ სად ეს ყველა, სად ეს. მიხვდით? так, შემდეგი კითხვა გვაქვს ჩვენ. რა ეხლა აჩერებს მას მოქმედებისგან? აი ამ მომენტში რა აჩერებს? так, რა აჩერებს? რა აჩერებს? так. ეხლა კარგად მითხარით, ეხლა თქვენ დღეს რა ის რა ქვია? მელაპარაკებთ აქ რაღაც ანუ აი ვინც სწავლობს ტაროს პირველი რაც მოგდეს ის უნდა თქვა. აი ზუსტად ეს მომივიდა რომ რა აჩი ფინანსები. აქ როგორი თემა რა აჩერებს იცით? ამ ადამიანს შეიძლება არა აქ ეხლა ამ წუთში ფინანსური მდგომარეობა კარგად. იმ დონეზე ხა ნახეთ აქ არის ყველგან იმპერატრიცა, აქ არის ქალი. ისეთი რომელიც რომელთანაც ისე როგორც ვთქვათ ადრე მოდიოდა შეიძლება ვთქვათ, ვერ მოხვალ რა. თუნდაც დაუშვათ თუ გცემდათ პატივსაც და ისედაც არაფერი გაკლათ, მაინც ეს ადამიანი ხვდება რომ რადგან თქვენ აი აქ რაღაცა არ მოგწონდათ, მოდეთ ასე ვთქვათ, რაღაცა არ მოგწონდათ თქვენ. და აი ეს რაღაცა რაც თქვენ არ მოგწონდათ, ზუსტადაც იმოქმედა თქვენს სიტუაცია. და ახლა იცის რომ მე უკვე ისე ვერ მივალ მაგასთან, ხო? როგორც თქვათ ეხლა ადრე იყო, მიხვდით? და ამიტომ ახლა რა აჩერებს და მე არ შემიძლია ჯერჯერობით მას შევთავაზო ის რაც მე პლუს კიდე პასუხისმგებლობას. ანუ უკვე აგიხსენეთ პრინციპში ეს პოზიცია, ცოტა მე მომიწია კამერას გასწორება, ამიტომ მაპატიეთ. так, შემდეგი კითხვა ჩვენ გვაქვს შემდეგი კითხვა, როგორ ხედავს საერთოდ თქვენთან აი დაუშვათ, მომავალს რა, თუ დაბრუნდა. პრინციპში რო გითხრათ, რომ ეხლა აქ ძალიან ისე ხედავს, ვერა. აქ რაღაც გეუბნებით, რომ აქ ბევრი რაღაც მომენტები გქონდა თქვენ, რომელიც შეიძლება თქვენთვის არის, აი თქვენთვის მეუღებლობა არის, მისთვის მეუღებლობა არის, აი თითქოს მარტო ვართ, იმიტომ რომ მე აქ ვხედავ რაღაც ძალიან დიდ სხვაობას, აი ამ სხვაობას ვხედავ მე აქ. იმიტომ რომ თქვენ რაღაც რა გიშლით, რაღაცა კომუნიკაციაში ვერა. მიხვდით? კომუნიკაციის გამო შეიძლება თქვენ აქ ვერ რიგდებით. ან დაუშვათ ეხლა არის ახლა აქ არის ზოგჯერ ურთიერთობა, როცა ერთად ვართ, მაგრამ შენთვის მე ჩემთვის. შეიძლება აი ესეც იყოს რა აქ. იმიტომ არის რომ არა რა. ვერ ხედავს იმდენად გაიგეთ, როგორიც თქვა საჭირო იყო. ვერა. აქ არის როგორი სიტუაცია, იცით რომ მაინც ახლა სხვაობა არის რაღაცა თქვენ შორის, რომელიც გიშლით ხელს რა. და ეს რას იძახის, იცით რომ მე ახლა ვარ აი ეგეთი ხასიათი მაქვს რა. მაგრამ მე ვიცი რომ ეს ჩემ ხასიათს არ მოყვება, იმიტომ რომ ის მაინც ანუ შეიძლება ჯიუტადაც გთulis შენ რა, თქვენ ან შეიძლება ფიქრობს რომ ვერ რა მაგას. ვერ მოვერევი, არა მაქვს მე ამდენი თქვათ, ეხლა შეიძლება ცოდნაც არ აქვს ამ ადამიანს, თქვათ როგორ უნდა იყოს
თქვათ როგორი უნდა იყოს დამოკიდებული ქალთან ურთიერთობის, გაიგეთ, არიან ზოგი ადამიანი, სხვათა ძალიან ბევრი მენახეა, აი არიან ძალიან წარმატებულებით, ხო, დაუშვათ, აი ძალიან ისეთი, აი მაგრამ აი თუნდაც ზოგი ახლა ნუ მე ხო ამრავ რაღაც თემებზე ვაკეთებ ახლა და ადამიანთან მუშაობ და აქ არის როგორი სიტუაცია, შეიძლება ადამიანს ცოლი წავდა, ურთიერთობაც ჰქონდა მანამდე, ხო, მაგრამ მაინც ვერ ისწავლა ურთიერთობა, უშუალოდ აი ქალის და კაცის შორის რა, ამ ურთიერთობა ვერ სწავლა, არ იცის. ხო და ამის გამო შეიძლება ადამიანს აი ნუ მაგისტრის თითქოს აი კი უნდა რომ თქვა დაუშვოთ ეს სიტუაცია, ნუ იყოს, მაგრამ ხდება რომ ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ აი გოგოც ახლა თავნება არის და თავისებური არის და ამიტომ ნუ ვერა აი ესეთ რაღაც მიჭირს რა, მიჭირს, აი ეგეთ სიტყვა მოდის რა. ნუ ვნახოთ ახლა ჩვენ დაბრუნდება თუ არა ის თქვენ ცხოვრებაში ახლოს მომავალში. ნუ პრინციპში აქ იქნება კი. აქ არ გამიკვირდება რომ მცდელობა იქნება სხვათა შორის და თან სრულიად მოულოდნელად. სრულიად მოულოდნელად იქნება მაინც ახლა იმიტომ რომ ჩვენ გვაჩვენეს კიდევაც ვიმეორებ, აქ ადამიანი მიჯაჭვულიც არის და ენატრებით ძალიან. ამიტომ შეიძლება მცდელობა გქონდეს ამ ადამიანს, არ გამიკვირდება, თან ტუზი არის. ნუ ცოტა დრო შეიძლება დაჭირდეს, იმიტომ რომ მაინც ტუზი კი ტუზია, მაგრამ თასების და ამიტომ შეიძლება ცოტა დრო დასჭირდება ამ ადამიანს, რომ დაბრუნდეს, თქვათ ახლა. რაღაცა დრო მაინც უნდა გავიდეს აქ ყველა ვარიანტში, მაგრამ რო შეიცდება უეჭველე, კი ბატონო. რა შეიცვლება თქვენ ურთიერთობაში თუ ის დაბრუნდა? აქაც ძალის არკანი, აქაც ძალის არკანი. რა შეიცვლება? ნუ აქ ვინც მაგალითად ელოდება კორწინებს, ნუ რაც ეს თქვი ვიღაცის იყო ინფორმაცია რომ შეიძლება თქვათ კორწინების, ნუ თქვენ უარი თქვით, აქ თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ და გაყვებით მაგას ცოლად და დიდხანსაც იქნებით ერთად. კი ბატონო და ძალიან სულ ძალიან კარგად იქნებით, კი ბატონო. მაგრამ აი ისე დანარჩენებისთვის რას მეტყვით აქ? ნუ აქ როგორი მომენტი არის, იცით, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება რა შეიცვლება. აი თუ დაუშვოთ, მოდით ასე ვთქვათ, თუ თქვენ გქონდათ ის სიტუაციები, როცა თქვენ რაღაცა გქონდათ დაძაბული სიტუაცია, გქონდათ სიტუაცია, როცა ამას პირველობა უნდა, მესმით რა ხდება? მაგრამ ვერ ხდება ეს პირველობა და რატო გეტყვით? იმიტომ რომ ადამიანს ნახეთ ძალიან დაბალი პოზიციები, გაიგეთ? აჩვენებს თავის თავს, მე ვარ ლომი. მე ყველაფერი შემიძლია, მე ვარ მაგარი, მე უნდა დამიჯერო, მე ასე ანუ ზღაპრების კი დიდი ოსტატი. მაგრამ კი შეეცდება, მაგრამ რა არის, იცით? ვერ აიტანს კიდე დაუშვათ თუ შენიშნას მისცემთ დაუშვათ, ხო? პლუს კიდე აქ არის ის მომენტი, რომ ეს ადამიანი ცდილობს, შეეცდება მაინც, მაგრამ რაღაც აი ზრდაც უნდა, მაგრამ ვერ ზრდა, ზრდა უნდა. შეიძლება აქ რა დაუშვათ საუბარი გქონდეს, რომ აი თქვათ, ნუ ისევ ისე ამ ფულის გამო, რომ მოდი მე სადღაც მინდა წავიდე, რომ ფული ვიშოვო, თქვათ, ხო? გოგოებო, ვისაც მანძილზე შეიძლება იყოს ისევ ისე ეს მომენტები მოვიდა, წავიდა. კი ბატონო, დაუშვათ, ხო? აი სერიოზულად, რო გითხრათ რაღაცა სერიოზული, თუ იცანით ეს სიტუაცია, როგორც გითხარით, თუ როგორც გქონდათ, ისე ვისი პრინციპში. ანუ როცა ადამიანი იმაზე მეც ითხოვს თავის, ანუ ნახეთ ახლა რა თქმა უნდა, ახლა
მამაკაცია ხო, მამაკაცი ყოველთვის ეხლა თავის პატივისცემა, თავმოყვარეობა, ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება საქციელი, ანუ მე კაცი ვარ თუ ვინა ვარ, მაგრამ საქციელი ბავშვური, გაიგეთ, როცა ეგეთი საქციელი არის ბავშვური, მე უკვე თქვენ თვითონაც ისე ვისი დაიწყო რა, ეგეთი თემები მიხვდეთ? არ მინდა არავის რამე ცოტა ვაწყინინო, ამიტომ ახლა თან საჯარო გაშლა, რა თქმა უნდა, მე აქ ახლა ისე ვერ გეტყვით. მეც და მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ როგორ იქნება თქვენთვის კარგი გაუშვათ თუ მიიღოთ. გაშვება, თავისუფლება გაშვება. და რატომ მოდით ვკითხოთ, აბა? საიდუმლო. და გოგოებო, თქვენთვის მესეჯი. თქვენ აქ ვიღაცა იმპერატორი გითვალთვალებს და ანუ გიყურებს. თქვენ მას არ იცნობთ ჯერ. ეს შეიძლება იყოს სოციქსელებში, ეს შეიძლება იყოს სადმე სამსახური, საქმიანი რაღაც თემები. იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის ვიღაცა. სხვა. ის სხვათა შორის იქნება თქვენი მონათესავი სული. აქ არის კარმული პარტნიორი, უეჭველი. კარმული ადამიანი ეს არის პარტნიორი, ვისთანაც თქვენ გადიხართ ბევრ გაკვეთილებს, აი ძალიან და ზოგჯერ ძალიან მწარეს. ესე რა ქვია მაგას, მონათესავი სულები ცოტა სხვა თემა. ხო და აი აქ არის ეგეთი ადამიანი და იმიტომ რომ მე ვკითხე რატომ უნდა გაუშვას და მათ ჩვენებენ იმიტომ რომ ჯერ არ არის საჭირო რომ მან იცოდეს თვითონაც გრძნობს მაგას რომ ეს უნდა გააკეთოს და იმიტომ რომ ამის ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს სხვა ადამიანი რომელიც დიდი ხანია სადღაც გითვალთვალებს ვისაც აქტუალური არ არის ეს დაუშვათ იმიტომ არის რომ თუ გინდათ რომ ეს ადამიანი გაიზარდოს აქ დაგჭირდება დიდი დრო თუ მზად ხართ ოკეი ანუ არჩევანი ორიანი მაინც ყოველთვის არჩევანი თქვენ შენ თვითონ ჩვენ კი გეუბნებით რომ დროზე წადი მაგრამ შენ თვითონ აერჩი იმიტომ რომ კი ბატონო ზოგისთვის არის საჯარო გაშლა არის ახალი ადამიანი ზოგისთვის არის აი იმენა მოთმინება თან როგორი იცით აი წლები რომ უნდა ელოდო როდესაც ეს ადამიანი გაიზრდება იმიტომ რომ აქ არის ადამიანი აი ბავშვური პოზიციით მოდის და ბევრი განვითარება დაჭირდება იმისთვის რომ გაიზარდოს ну რჩევა თქვენ იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით ისე როგორც თქვენ გაგიხარდებათ და ისედაც პრინციპში ისე მოიკეცეთ ამ სიტუაციაში როგორც თქვენ თვითონ თავს აი თქვენს თავს ნუატყუებთ რაც მთავარი ეგ არის რა იმიტომ რომ აქ თქვენ ცხოვრებაში გეუბნებით აი კიდე მე მაჩვენებენ რომ შემოვა ადამიანი ვისთანაც თქვენ იქნებით ბედნიერი კი ბატონო ცოტა დაელოდეთ ცოტა და არის ну ასეთი გაშლა გამოვიდა დღეს ახლა ორ მაგი ხო ну თქვენი უნდა აიღოთ როგორც ყოველთვის ეს უკვე იცით თქვენ რა თქმა უნდა მე გელოდებით კომენტარებში როგორც ყოველთვის და მაინტერესებს თქვენი ისტორიები სხვათა შორის რა მე ყველაფერს გითხულობ და ძალიან მაბედნიერებ თქვენი კომენტარებით იმიტომ რომ მე თქვენთვის ვშრომობ თქვენთვის ვაკეთებ ვცდილობ მაქსიმალურად რომ თუნდაც სადმე წასულიც რომ ვიყო რომ გქონდეთ თქვენ ვიდეო რომ თქვენ ისიამოვნოთ და რამე ინფორმაცია მიიღოთ საჭირო დროს რომელიც დაგეხმარებათ